მოგესალმებით ჩემო აჭარავ. ხედავ აქ ხულოს, ხედავ შვახევს, ხედავ ქედას, ხელვაჩაურს, ქობულეთს და რა თქმა უნდა მინდა მოგესალმოთ თითოეულ თქვენგანს. მივესალმები აჭარლებს საქართველოს სხვადასხვა 44 მუნიციპალიტეტში. მივესალმები ქობულეთს და ქობულეთლებს. მივესალმები განსაკუთრებით ბათუმს და ბათუმის სტუმრებს. თქვენი აქ დგომა დღეს, აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრს ამბობს და ზუსტად ამბობს, რომ დღეს აქ დგას აჭარა და აქ დგას საქართველო. დღეს ჩვენ გვაქვს პატივი უმასპინძლოთ ქართული ოცნების რეგიონულ ღონისძიებას. მივესალმოთ ჩვენს ლიდერებს. მივესალმოთ ჩვენს მხარდამჭერებს. მივესალმოთ ახალ თაობას და განსაკუთრებით ძველ გამოცდილ თანამებრძოლებს, ვისთანაც ერთად 2012 წელს ჩვენი ლიდერის ბატონი ბიზინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გაიმარჯვა საქართველომ, გაიმარჯვა ღირსებამ, ღირსებამ გაიმარჯვა არაკაცობაზე, სიკეთემ გაიმარჯვა ბოროტებაზე და რა თქმა უნდა ეს იდეალები დღესაც თითოეული ქართველისთვის, ქართველი კაცისთვის არის ძვირფასი, არის ყველაზე მთავარი და ზუსტად ამ იდეალებით ჩვენ ვაპირებთ, რომ 26 ოქტომბერს გადამწყვეტ არჩევნებში აჭარამ საქართველოსთან ერთად თავისი ღირსეული, თავისი ხმამაღალი სიტყვა თქვას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომით, ამ დიდი ერთობით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გაუმარჯოს ქართული ოცნების გამარჯვებას! და რა თქმა უნდა, აჭარლებს არ გვესწავლება ისტორიულად მოუდგამს, რომ ამ დიდ ბრძოლაში ჩვენ გვმართებს კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე, კიდევ უფრო მეტი მამულიშვილობა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენს მეთაურთან ერთად სამშვიდობოს გავიყვანოთ და დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერი დიდი გამარჯვების თარიღი იქნება საქართველოს და ქართული ოცნების. დღეს ძალიან ბევრი მხარდამჭერი შეიკრიბეთ და რა თქმა უნდა მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისთვის, თქვენი თავდადებისთვის, თქვენი თავგანწირვისთვის და ზუსტად ეს ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში გაიყვანს ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს, გაიყვანს ჩვენს ხალხს სამშვიდობოს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემართებით, ამ სულისკვეთებით საქართველო და აჭარა აუცილებლად გაიმარჯვებს. და რა თქმა უნდა, მანამ სანამ ჩვენს ძალიან საპატივცემულო სტუმრებს, ჩვენი პარტიის ხელმძღვანელებს, განსაკუთრებულ ლიდერებს წარვადგენ, მინდა თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ აჭარას გაუმარჯოს დედასამშობლოსთან ერთად. გაუმარჯოს! ქართული ოცნების დიდ გამარჯვებას დიდება დაუჩოქებელ ქართველ ხალხს, დიდება ჩვენს გმირ წინაპრებს. ღმერთმა დალოცოს საქართველო. მე მაქვს პატივი თქვენთან ერთად მივესალმო ჩვენი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცს, გამორჩეულ ლიდერს, რომელმაც არაერთხელ ძალიან ღირსეულად ატარა ამ ქვეყნის ტვირთი. მივესალმოთ ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს.
მოგესალმებით აჭარლებო. მივესალმებით ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ხულოს, ქედას და შუახევს. მოგესალმებით ჩვენო თანამებრძოლებო, ჩვენო ერთგულო მხარდამჭერებო. მე მინდა მადლობა მოგახსენოთ პირველ რიგში იმ გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის. და მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს ძალიან მაგარ, უღალატო და საკუთარ სამშობლოზე შეყვარებულ ჩვენს მაგარ ხალხს, ჩვენს აჭარას და აჭარლებს. ჩემო მეგობრებო, მე მინდა ჩემი მთავარი სათქმელი 2012 წლის მოვლენების გახსენებით დავიწყო. როცა ქვეყანა სამუდამოდ ჩამოვაშორეთ საკუთარი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მტერი, მოძალადე, ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული რეჟიმი, რომელიც მხოლოდ ტერორზე, შანტაჟსა და ნებისმიერი განსხვავებული შეხედულების ჩახშობაზე იდგა. ქვეყანაში სრული უმედობა იყო. ჩაგვრის ქვეშ მყოფ ჩვენს ხალხს თითქოს რწმენა ჰქონდა დაკარგული, რომ უცხო ინტერესების მსახური, უსამშობლო პოლიტიკური ძალისგან საკუთარ ქვეყანას დაიხსნიდა. და სწორედ ამ დროს ჩვენი ქვეყნის ასეთ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ჩვენმა ლიდერმა, ბატონმა ბიძინაევიჩმა გადაწყვიტა, რომ პირადი უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენების და უამრავი უკანონო გზებით ბრძოლის და მუქარის მიუხედავად პოლიტიკაში ჩართულიყო და მისი ეს ქმედება პირადი ინტერესების გვერდით გადადებით და საერთო ეროვნული საქმის მსახურების საუკეთესო მაგალითია. რაც ჩვენი ბრძენი ქართველი ხალხისთვის აი იმ საოცარი ერთიანობით, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებით დაგვირგვინდა. და ეს თარიღი, უფასო მეგობრებო, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ არ დარჩა არც ერთი სფერო, სადაც ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი არ მოუტანეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. 12 წლის შემდეგ თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე ის პრობლემები და ის საშინელება, რომელიც გამეფებული იყო ჩვენს ქვეყანაში, წარსულს შევაბარეთ. ჩვენ კარგად გვახსოვს, ჩვენმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა ჩვენი ბიზნესმენები ბიზნეს რეკეტისგან. სახელმწიფო ინსტიტუტები კი პოლიტიკური და სააკაშვილის კლანის გავლენებისგან. ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვერით პატიმრებთან არაადამიანური პრაქტიკა გათავისუფლდა მედია და ხელისუფლებისთვის პოლიტიკის ამოსავარ წერტილად იქცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ადამიანი და ადამიანის უფლებები. თემა ქვეყანამ კარგად იცის, რას წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი. არავის დავიწყებია საკუთარი მოქალაქეების მკვლელობის, სამების, ბიზნეს და ქონების წართმევის და ათასი სხვა უბედურების მომტანი სისხლიანი მმართველობის 9 წელი. და 12 წლის შემდეგ ბათუმიდან მთლიანად დაჭარა. ევროპის ერთ-ერთ გამორჩეული ზღვისპირა კურორტად გადაიქცა. რა პროპაგანდაც არ უნდა აკეთონ ჩვენმა ოპონენტებმა. რამდენიც არ უნდა ამტკიცონ. ყველაზე უკეთ, თურფასო მეგობრებო, თქვენ იცით, აჭარის მასწავლებელნი იციან, თუ რამდენი რამ გაკეთდა აჭარაში სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს. მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განხორციელდა აჭარაში და ბათუმი კიდევ გავიმეორებ გადაიქცა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ზღვისპირა კურორტად. თურფასო მეგობრებო, ნაციონალური მოძრაობის დანაშაულების სია ძალიან დიდია. მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ყველაზე დიდი დანაშაული და ღალატი, რაც მათ ჩაიდინეს, ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომი. როცა პოლიტიკურად გაკოტრებულმა რეჟიმმა მიზანმიმართულად არ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს ომს წაარიდებდა. ქვეყანა კი საშინელ ავანტიურაში ჩაითრიეს. რაც ჩვენი სამშობლოს დამატებით ტერიტორიების ოკუპაციის, ჩვენი გმირი სამხედროების, ჩვენი გმირი პოლიციელების, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად დაგვიჯდა. ათობით ათას ჩვენი მოქალაქე საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. და ყველანაირი ადამიანური და პოლიტიკური მორალისგან დაცლილი ეს პოლიტიკური დამნაშავეების ერთობამ ცინიკურად საკუთარ ხალხს გამარჯვება აზეიმა.
ამის საპასუხოდ მეგობრებო, ქართულმა ოცნებამ ჩვენს ქვეყანას მოუტანა უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობა და სტაბილურობა. რამაც განაპირობა ყველა ის პროგრესი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან. სწორედ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ეკონომიკა და ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა 12 წელში. და კიდევ გავიმეორებ, არ დარჩენილა არც ერთი სფერო, რომლის მიმართულებითაც ძალიან დიდ პროგრესს არ მივახციეთ. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა დღესაც ომის რისკის წინაშე დგას. ვინაიდან ამ ეგრეთ წოდებული აგენტების კოალიციამ გახსოვთ კარგად უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. დღეს ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა კარგად იციან, რომ საკუთარი მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა ხელისუფლებაში ისევ უცხო ინტერესების მორჩილი აგენტურის მოყვანაზე გადის. და სწორედ ეს უსამშობლო ადამიანები მზად არიან ძალაუფლება ჩაიგდო ნებისმიერ ფასად, მათ შორის არეულობის, რევოლუციის გზით. შემდეგ კი საქართველო რა თქმა უნდა ჩართონ ომში. მაგრამ ამის თავიდან აცილების, რისკების განეიტრალების და ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, შენარჩუნების გარანტი ჩვენი ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნებაა. და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ დაწყებულ გზას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვას და ბოლომდე გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს. დღეს არჩევანი მეგობრებო მარტივია, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ან ომი, ან მშვიდობა, თუმცა გავიმეორებ სიფრთხილე და მაქსიმალური მობილიზება გმართებს. 26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობის შენარჩუნებისთვის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს აჭარა და გაიმარჯვებს საქართველო. დიდი მადლობა, ღმერთი იყოს ჩვენი ფარველი. მადლობა. ჩვენთან ერთად მინდა მივესალმოთ ჩვენს ლეგენდას, ჩვენი პარტიის გენერალურ მდივანს, დედაქალაქის მერს, ბატონ კახი კალაძეს. მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით ჩემო თანამებრძოლებო, მივესალმები ქობულეთს, ქედას, ხულოს, შვახევს, ხელვაჩაურს, მივესალმები ჩვენს ულამაზეს ბათუმს. მიხარია რომ ამდენ გულანთებულ პატრიოტ ადამიანს ხედავ. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ არის გასაკვირი. ისტორიის მანძილზე აჭარა ყოველთვის აქტიურ როლს თამაშობდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და რა თქმა უნდა ასია დღესაც. ქალაქი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, არა მხოლოდ საქართველოში, ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ისტორიულ აბრეშუმის გზაზე მდებარე ბათუმი იყო და რჩება პოლიტიკის, კულტურის, ეკონომიკის ცენტრად. ეს ქალაქი ასევე გამორჩეულია თავისი ტოლერანტობით, სხვადასხვა რელიგიის მიმართ. საუკუნეებია აქ ღვთისმსახურება ტარდება მართლმადიდებლურ ტაძრებში, მეჩეთებში, კათოლიკურ ეკლესიაში, სომხურ გრეგორიანულ ეკლესიაში, სინაგოგაში. ეს მრავალფეროვნება აჭარის სიძლიერე და სიმდიდრეა. სხვადასხვა აღსარელობის ადამიანები აქ ერთ ოჯახშიც ცხოვრობენ. სწორედ ეს ოჯახები ქმნიან სახელმწიფოს. ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი საერთო საფიცარი არის საქართველო. ამდენად ჩემო მეგობრებო, ყველას თანაბარი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და რა თქმა უნდა მის მომავალზე. გვახსოვს აჭარის მოსახლეობის ღირსეული პასუხი 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულმა ქართველმა ხალხმა ნაცმოძრაობის სისხლიანი რეჟიმი გაისტუმრა ხელისუფლებიდან. ისი ძალიან კარგად გვახსოვს 2012 წლამდე რეჟიმს, რომელიც მთლიანად
ძალადობაზე იყო დაფუძნებული და ფეხქვეშ თელავდა ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას, როგორ უწოდებდნენ ეგრეთ წოდებული დასავლელი მეგობრები დემოკრატიის შუქურას. ამ დროს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ხორციელდებოდა უამრავი დანაშაული. ქუჩაში ხვრეთდნენ ახალგაზრდებს, ციხეები სავსე იყო დარეკეტებული ქონებაწართმეული ბიზნესმენებით, დარბეული იყო მედია, სრულიად დაუცველი იყო როგორც სიტყვის გამოხატვის, ისე არჩევანის უფლება. ეს ხდებოდა ღიად და დაუფარავად, ყველას თვალწინ, მაგრამ გაძლევთ პირობას შემოაჭარლებო, რომ საქართველო წარსულში არ დაბრუნდება არასდროს. ჩვენ ვივლით მხოლოდ და მხოლოდ წინ, დემოკრატიით, განვითარებით, მშვიდობით და წინსვლით. ჩემო მეგობრებო, ის რაც ხდებოდა 2012 წლამდე, სამწუხაროდ დემოკრატიის შუქურად აფასებდნენ დასავლეთში. ისმის კითხვა, რატომ? პასუხი არის ძალიან მარტივი. კონკრეტულ უცხოურ ძალებს ჭირდებოდათ ხელისუფლება, რომელიც გაატარებს მათ მიერ დაკვეთილ პოლიტიკას საქართველოს ინტერესების ხარჯზე. აქაც მინდა გითხრათ, რომ ქართული ოცნება ყოველთვის გაატარებს ქართველი ხალხის ინტერესს, ყოველთვის დაიცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. ეს ასე იყო 2012 წლიდან, ასეა დღეს და ასე იქნება მომავალში. მეგობრებო, ღალატი და დანაშაული, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის წინაშე, სწორედ ამ პოლიტიკით იყო ნაკარნახები. ის უდიდესი დარტყმა, რომელიც საქართველოს აგვისტოს ომით მიიღო, რა თქმა უნდა, სიტყვებით შეუფასებელია. დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები, სოფლები, წინაპართა საფლავები, საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა უამრავი ოჯახი, დევნილობაში დაიბადა და გაიზარდა თაობები. უმძიმესია ეს ყველაფერი და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ ყველაფერს. თუ გვინდა რომ მოხდეს დეოკუპაცია და საქართველოს გაერთიანება, თუ გვინდა რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა და მხოლოდ ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის ინტერესების დაცვით იმართებოდეს სახელმწიფო. ამისთვის საჭიროა ქართულმა ოცნებამ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. თქვენი მხარდამჭერა, მაქსიმალური მობილიზება არის გადამწყვეტი საქართველოს ხვალინდელი დღისთვის. ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს, მშვიდობის დასაცავად. საქართველოს ინტერესების დასაცავად, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის დასაცავად. მეგობრებო, ქართველი კაცი არასდროს შეურიგდება უსამართლობას და ღირსების აყრას. ჩვენ არ ვებრძვით არავის. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით გვინდა უზრუნველყოთ ქვეყნის ევროპული მომავალი. დაიმახსოვრეთ, 26 არის ჩვენი რიცხვი. და 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართული ოცნება, გაიმარჯვებს მშვიდობა, გაიმარჯვებს ამ ქვეყნის მომავალი. გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას, გაუმარჯოს საქართველოს. ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი. თქვენთან ერთად მინდა მივესალმო ჩვენი პარტიის აღმასრულებელ მდივანს, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერს, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დგას. მივესალმოთ ბატონ მამუკა მდინარაძეს. მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმები აჭარას, უსაყვარლეს ხალხს, უმაგრეს ადამიანებს, მივესალმები ბათუმს, ხელვაჩაურს, ქობულეს, ქედას, ხულოს, შუახევს და არ შეიძლება არ ჩამოთვალო ჩვენი დელეგატები, არ უნდა გამორჩეს, გამორიცხული, იმიტომ რომ ესეთი მაგარი ადამიანები არავის ყავს კი არა. სანამ დავასახელებ, მინდა გითხრათ, რომ ვერცერთმა პარტიამ ვერ გაბედა თუნდაც ერთი დელეგატის დასახელება ვერც აჭარაში და ვერც სხვაგან. მივესალმები აჩიკო ბერიძეს. მივესალმები გია ჭყონიას. აზორ ბოლქვაძეს. ადგილობრივ დონეზე ძალიან მაგარ ხალხს. ბატონ რამაზ ჟინჭარაძეს.
ცოტნე ანანიძეს, მინდია დიასამიძეს, ფრიდონ ფუტკარაძეს, მამუკა თურმანიძეს და ვახტანგ ბერიძეს. ეს ხალხი თქვენი წარმომადგენლები იქნებიან ადგილობრივ თუ ცენტრალურ საკანონმდებლო ორგანოში. მოგესალმებით, განსაკუთრებით თბილო, მართალო, ერთგულო ხალხო, რითაც განსაკუთრებით გამოირჩევით აქ მცხოვრები ადამიანები. ყველა კარგად ხედავთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში. აგენტურული ოპოზიცია პრაქტიკულად ხალხს ემალება და ისინი ჩაანაცვლა უცხო ქვეყნის წარმომადგენლების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების განცხადებებმა, რეზოლუციებმა თუ სხვაგვარმა გადაწყვეტილებებმა, რაც ხმოვანდება ხოლმე. აგენტურის საერთო პატრონმა გადაწყვიტა აი ამ ხალხის უსუსურობის გამო საქართველოს არჩევნებში ჩართოს უცხო ქვეყნის ძალები. თუმცა უშედეგოდ. მათი პარტიებიდან, მათი 4 პარტიიდან მინიმუმ 2 საარჩევნო ბარიერსაც კი ვერ ლახავს. რამდენიმე დღის წინ თქვენ ალბათ გახსოვთ და ბევრი თქვენგანი დარწმუნებული ვარ, ყურადღებით ადევნებდა თვალყურს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა საზოგადოებას ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა. ვერავინ, ვერც ერთმა ადამიანმა ოპოზიციიდან თუ გარეთ ძალებიდან ვერ შეძლო ამ პროგრამის კრიტიკა რაიმე მიმართულებით. იმიტომ რომ არ არსებობს სფერო, დარგი, სადაც ჩვენს ქვეყანას არ აქვს ხელშესახები პროგრესი და მომდევნო 4 წლის გეგმები კიდევ უფრო შთამბეჭდავია. რაც არა მხოლოდ მშვიდობას, ჩვენი იდენტობის, ტრადიციების, კულტურის დაცვას, არამედ ჩვენი მოქალაქეების უკეთეს და ღირსეული ცხოვრების პირობებს ეხება. ჩვენ უკვე ყველამ ზუსტად ვიცით, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა წლევანდელი 90 მილიარდიდან 130 მილიარდზე მეტი იქნება. ბიუჯეტი წლევანდელი 27.8-დან იქნება 40 მილიარდზე მეტი. საშუალო ხელფასი ამ ქვეყანაში მომდევნო წლებში იქნება 3500 ლარი. პენსია მომდევნო წლის იცით ხომ დიფერენციაცია 350-450 მთიან აქ ძალიან აქტუალურია ეს საკითხი 420 და 520 70 წლის ასაკის პენსიონერებს აქედან დაწყებული გაიზრდება ყოველწლიურად ჩვენს მიერ მიღებული კანონის შესაბამისად გარანტირებულად. ხოლო რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამით ზომავენ ხოლმე ქვეყნების ეკონომიკას განვითარების დონეს და როგორ აისახება თითოეულ მოქალაქეზე. უმუშევრობა და სიღარიბე ჩამოწდება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. და იმის მაგივრად რომ ვინმე ამ თემაში შემოსულიყო, ან კრიტიკა მოეხერხებინა გუშინ ევროპარლამენტის სახელით მეოთხე უკვე გაცვეთილ გაუფასურებული რეზოლუციით გვითხრეს, რომ ჩვენ ეკონომიკა წინ კი არ უნდა წავიყვანოთ თურმე. არამედ უნდა ჩამოვაქციოთ. უნდა დაუწესოთ რუსეთს სანქციები, რაც რუსეთს დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმუმ 0.3%-ით, ხოლო საქართველოს ეკონომიკას მინიმუმ 12%-ით, რაც ორჯერ უარესია, რაც პანდემიის პერიოდში. ესე იგი, ჩვენ გვეუბნებია, რომ აი თქვენ კი არ უნდა იზღვრინოთ ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ უნდა ჩამოაქციოთ თქვენი ეკონომიკა. მესამე წელია, მეგობრებო, წვალობენ და როგორც იქნა სათქმელი პირდაპირ თქვენს, ხო გახსოვთ? როდესაც ამბობდნენ, რომ არა, ჩვენ არ ვითხოვთ სანქციების დაწესებას. სწორედ ეს არის მიზანი და ქართველი ხალხი ამ შემთხვევაში სამწუხაროდ მათ არ აინტერესებთ, არამედ საქართველოს გამოყენება აინტერესებთ მათი ინტერესებისათვის. მათ ასევე გითხრეს ევროპარლამენტის გამოყენებით, რომ უნდა გავათავისუფლოთ თურმე ყვლელი სააკაშვილი, მწამებელი სისტემის შემქმნელი. პარალელურად, აი ამის პარალელურად და დავასანქციოთ თურმე ბიძინა ივანიშვილი, მეცენატი, ქველმოქმედი, მშვიდობის გარანტი ამ ქვეყნის. წარმოუდგენელია ეს, მეგობრებო.
ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა და მას ქართველი კაცი, ქართველი ქალი არასდროს შეეგუება. ასევე გვითხრეს რომ თურმე უნდა გავაუქმოთ LGBT პროპაგანდის ამგრძალველი კანონი და მომავალი თაობები უნდა გავწიროთ ამ პროპაგანდისათვის. უნდა გავაუქმოთ თურმე კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რათა ვერასდროს გავიგოთ ვინ დააფინანსებს ამ ქვეყანაში აგენტურას, ომის და LGBT პროპაგანდას. ეკლესიის, სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების, ასევე ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს. მოკლედ, გუშინდელი დღიდან ყველაფერი გახდა უფრო ნათელი, გუშინ სათქმელი პირდაპირ გვითხრეს. მოდი ახლა ჩვენ ვკითხოთ ხალხს, აქ შეკრებილ თამამად შემიძლია თქვა 10,000-ობით ადამიანს, რა სურს ხალხს სინამდვილეში, ჩვენ არ ვაპირებთ დაუშვათ საქართველოს სკოლებში და მედია საშუალებებში LGBT პროპაგანდა, თანახმა ხართ? ჩვენ არ ვაპირებთ გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი და საქართველოს მოქალაქეს. ყოველთვის ეცოდინება, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ საქართველოში. თანახმა ხართ? ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლით ვაჭრობას. შესაბამისად, ქართველი კაცი და ქართველი ქალი არასდროს დათმობს მშვიდობას და მით უმეტეს არასდროს დათმობს ღირსებას. და მოდი აქედან თქვენი სახელით ამ ემოციის ფონზე მივმართოთ ყველას მთელ მსოფლიოში. ამათან ლაპარაკს ჩვენთან ამ ოპოზიცია წოდებულებთან საუბრის აზრი მათთან არ აქვს, არანაირი აზრი არ აქვს და ვისაც ჯერ კიდევ სხვანაირი წარმოდგენა აქვს ქართველებზე დარჩენილი. დროა გაიცნონ საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი გაუტეხელი ხასიათი. რაც უფრო მეტი იქნება უსამართლობა, ზეწოლა და მცდელობა, გადაწყვეტილებები მიიღოს ვინმე მსხვამ ქართველი ხალხის ნაცვლად. მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი. ამ შემთხვევაში 26 ოქტომბერს მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ ჩვენ ამაღ და ღირსეულ ქვეყანას გაუმარ უღრმესი მადლობა მეგობრებო. ჩვენთან ერთად მინდა მივესალმოთ ჩვენი გუნდის გამორჩეულ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მტკიცე და მყარ ადამიანს, რომელიც ყოველთვის მტკიცედ იცავს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს. მივესალმოთ ბატონ შალვა ბაბუაშვილს. მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით ძვირფასო ბათუმელებო, მოგესალმებით აჭარლებო, უძველესი ქართული მიწაწყლის ღირსეულო შვილებო. რამდენიმე დღეში გაიმართება არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს, გავაგრძელებთ თავისუფალი, ეკონომიკურად ძლიერი და ერთიანი საქართველოს შენების გზას, თუ კიდევ ერთხელ შეგვაბრუნებენ ომების, ნგრევის და უიმედობის დაუსრულებელ წრეზე. ბათუმი, აჭარა არის ცხადი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს პირველი გზა. რას ნიშნავს საქართველოს ამოუწურავი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებისკენ სწრაფვა. რას ნიშნავს კავშირი მშვიდობასა და კეთილდღეობას შორის. როცა ქვეყანაში მშვიდობაა, ამას ყველა ბუნებრივ მოცემულობად, მის შენარჩუნებას კი იოლ საქმედ მიიჩნევს. მაგრამ როცა მშვიდობას კარგავ, მხოლოდ მაშინ ხვდები, რამდენად ფასდაუდებელი, ძნელად მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელია. ბედის უკუღმართობით ეს გრძნობა ქართველებს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არაერთხელ დაგვეუფლა. თითოეულ ჩვენგანს გონებაში გვაქვს ჩაბეჭდილი ის წამი, როცა გავიგეთ, რომ ცხინვალში, თბილისში, სოხუმში, შემდეგ ისევ ცხინვალში, კოდორში ტყვია გავარდა. ყველას გვახსოვს ის დამდგუნველი შეგრძნება, როდესაც გავიფიქრეთ, რომ ომი დაიწყო. ყველას გვახსოვს, როგორ ერთ წამში ფერმთავდებოდა ერთი ჩვეულებრივი ლაღი დღე და ხვდებოდით, რომ შავთეთრი რეალობა დგებოდა. კიდევ ერთხელ ძაძებში იმოსებოდნენ დედები, კიდევ მეტად
პატარავდებოდა მიწაწყალი, სადაც სალოცავად მისვლა შეგვეძლო. კიდევ ერთხელ ნანგრევებიდან აღსადგენი ხდებოდა ქვეყანა ფიზიკურადაც და ეკონომიკურადაც. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული მუდმივი ომებიდან გრევა თითქოს ჩვენს ბედისწერად იქცა, რომელიც უცაბედად თავზე გვეცემოდა ქართველებს და თითქოს ერთადერთი რაც შეგვეძლო ამ ბედისწერასთან შეგუება იყო. თუმცა ბოლო 12 წელმა გვაჩვენა, რომ საქმე არა ბედისწერაშია, არამედ იმაში, თუ ვინ მართავს შენ ბედს. დავინახეთ, რომ როცა ხელისუფლება ქართველი ხალხის და არა სხვათა ინტერესებს მიხვება, მაშინ საკუთარ ბედზე ძალაუფლებაც ქართველი ხალხის და არა სხვათა ხელშია. სწორედ ამიტომ არის 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, არა უბრალოდ დამთხვევა ან ბედის წყალობა, არამედ შედეგი იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი ბედის მართვა ჩვენს ხელში ავიღეთ. წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმ ლოგიკით, რომ მოქცეულიყავით, რომლითაც მოქმედებდა წინა ხელისუფლება და რომლისკენაც მოგვიწოდებს დღევანდელი ოპოზიცია. რის წინაშე აღმოჩნდებოდით ჩვენი ოპონენტების ფეხის ხმას, რომ ავყოლოდით, რუსეთისთვის ომხრივი ეკონომიკური სანქციები და ემბარგო დაგვეწესებინა, საზღვრები დაგვეხურა, საჰაერო და სახმელეთო გადაადგილება ჩაგვეკეტა. ამ დღეებში ეს მოთხოვნა ახლა უკვე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაისმა, როგორც ულტიმატუმი, როგორც შანტაჟი, როგორც მუქარა. თუ ადრე უარყოფდნენ და ჩვენს ფანტაზიას აბრალებდნენ, რომ თითქოს ვინმე ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდა, ამ რეზოლუციამ საჯარო გახადა ის წნეხი, რომლის ქვეშაც ჩვენი ხელისუფლება მთელი ეს პერიოდი იყო. და რა იქნებოდა ეს თუ არა ეკონომიკურ ომში შესვლა და ეკონომიკის ჩამოქცევა, როგორც ეს 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა. უამრავი ოჯახი დარჩებოდა შემოსავლის გარეშე, დრამატულად შემცირდებოდა სახელმწიფოს უნარი, დაეფინანსებინა განათლება, ჯანდაცვა, პენსიები, დროულად გაეცა ხელფასები და შემწეობები. სწორედ ეს დგას 26 ოქტომბერს სასწორზე. შეძლებს თუ არა გარედან მართული ოპოზიცია ქართველ ხალხს მისი ბედის განკარგვის ძალაუფლება ხელიდან გამოგლიჯოს და სხვათა ინტერესების სამსახურში ჩააყენოს. გაჩუმდეს, როცა მას გაჩუმებას მოსთხოვენ და იყვიროს, როცა ააყვირებენ. მეგობრებო, მშვიდობისთვის ბრძოლასთან ერთად დღეს ღირებულებებისთვის ბრძოლაცაა. მაგრამ ღირებულებებთან მტრობა არა ცეცხლით და מחვილით, არამედ ჩუმად, მზაკრულად, ტკბილ სიტყვას ამოფარებით მიდის. ამის მაგალითია LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერე. მთელმა საქართველომ ნახა ამ კანონზე კენჭისყრისას დარბაზიდან გაპარული ოპოზიცია და ხელმოწერას დამალული პრეზიდენტი. ისინი გაეპარნენ თავის ამომრჩეველს, დაემალეს საკუთარ ხალხს, მაგრამ სად დაემალებიან 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, როდესაც ხალხი მათ ამისთვის საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდით, რომ ასე თვალნათელი გახდებოდა სიკეთესა და ბოროტებას შორის ზღვარი. დღეს სწორედ ამ ორი ძალის ჭიდილია ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ქართველებს ეს ბრძოლა არაერთხელ გამოგვივლია და სწორედ იმიტომ მოვაღწიეთ დღევანდელ დღემდე, რომ ყოველთვის გვიგრძნია ის მომენტი, როდესაც ჩვენი გადამწყვეტი სიტყვა უნდა გვეთქვა. 26 ოქტომბერი სწორედ ის გადამწყვეტი მომენტია, როდესაც სიკეთემ ბოროტებას, მშვიდობამ ომს, პატრიოტიზმას ხვების მსახურებას, დამოუკიდებლობამ ვასალობას, საღმა აზრმა LGBT პროპაგანდას უნდა ძლიოს. ამიტომ 26 ოქტომბერს ყველა არჩევნებზე მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის დასაცავად გაუმარჯოს ბათუმს, გაუმარჯოს აჭარას, გაუმარჯოს საქართველოს. ძვირფასო მეგობრებო, სანამ ჩვენს განსაკუთრებულ სტუმრებს წარმოგიდგენთ, მე მინდა თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გულხურვალედ მივესალმოთ ჩვენს სახელოვან ოლიმპიელებს, ჩვენს თანამებრძოლებს.
მცირერიცხოვანი, მაგრამ ამაყის საქართველოს გამარჯვების სიმბოლოს. და თქვენთან ერთად მაქვს პატივი მივესალმოთ საქართველოს მთავრობის მეთაურს, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის თანაავტორს, ჩვენს გონიერ, მტკიცე და უშიშარ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით ძვირფასო აჭარლებო, მივესალმებით ჩვენს დელეგატებს პარლამენტში, უმაღლეს საბჭოში. აჭარა და ბათუმი თითოეული ქართველისთვის არის ის მხარე და ის ქალაქი, რომლის მიმართაც ყველას განსაკუთრებული სიყვარული გვაკავშირებს. მე მიხარია, რომ დღეს ეს მხარე და ეს ქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ვიდრე იყო 12 წლის წინ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აჭარა და ბათუმი კიდევ უფრო გალამაზდეს და განვითარდეს, ამისთვის კი პირველ რიგში აუცილებელია შევინარჩუნოთ მშვიდობა და მტკიცე და ღირსებით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ორი კვირა გვაშორებს გადამწყვეტ არჩევნებამდე, რომელსაც რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ეს არის არა უბრალოდ არჩევნები, არამედ გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართულმა ხალხმა უნდა აირჩიოს სურს ომი თუ მშვიდობა, ხარს უჭერს ამორალურ პროპაგანდას თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს თუ ირჩევს საქართველოს ნათელ ევროპულ მომავალს. რა თქმა უნდა, მშვიდობას, ტრადიციულ ფასეულობებს და საქართველოს ნათელ მომავალს და შესაბამისად ქართულ ოცნებას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ გადამწყვეტი არჩევანი, რომელიც საქართველოს მშვიდობას შეუნარჩუნებს და განვითარებას მოუტანს. 2012 წლამდე საქართველოს მართავდა უცხოური აგენტურა, უსამშობლო პოლიტიკოსების ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც ადამიანების კლუბით და წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, არჩევნების გაყალბებით, ომით და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვით დაგვამახსოვრა თავი. ამ უმძიმესი დანაშაულების პარალელურად რეჟიმი ვერც ეკონომიკური მიღწევებით გამოირჩეოდა და 2012 წელს ქართულმა ოცნებამ მათგან უმძიმესი მემკვიდრეობა გადაიბარა. 2012 წელს მხოლოდ 28 მილიარდი იყო საქართველოს ეკონომიკა და 8.5 მილიარდი ლარი იყო ქვეყნის ბიუჯეტი. უმრუშევრობა შეადგენდა 28%, საშუალო ხელფასი 712.5 ლარს. სიღარიბის ხوارს მიღმა ცხოვრობდა 1.120.000 ჩვენი თანამოქალაქე. არ არსებობდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მოშლილი იყო ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. უმძიმესი მემკვიდრეობის მიუხედავად, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად შეძლო ქვეყნის განვითარების სწორი მიმართულებით შემოტრიალება. ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ. 2028 წლისთვის კი ჩვენი პროგრამის მიხედვით 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. 8.5 მილიარდი ლარიდან 28 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც 2028 წელს 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. გავანახევრეთ უმუშევრობა, მხოლოდ ბოლო 2.5 წელიწადში შეიქმნა 170.000 ახალი სამუშაო ადგილი ქვეყანაში. 2028 წლის ჩათვლით დამატებით 200.000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ხელფასი როგორც ვთქვი იყო 712.5 ლარი 2012 წელს და ხელფასმა უკვე გადააჭარბა საშუალო ხელფასმა 2000 ლარს ქვეყანაში, რომელიც 2028 წელს 3500 ლარს მიაღწევს. 2012 წლის შემდეგ 680.000-მა ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაძლია სიღარიბე, ხოლო 2028 წლის ჩათვლით სიღარიბეს დამატებით 300.000-მდე ადამიანი დაძლევს და სიღარიბე 4%-ს ჩამოსდება. მხოლოდ გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ 5 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციები. მომდევნო 4 წლის განმავლობაში მოვიზიდავთ 9 მილიარდი დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. თქვენ გახსოვთ წინა ხელისუფლება თავს იწონებდა ინფრასტრუქტურის შენებლობით და მე მინდა გითხრათ, რომ 2012 წლამდე მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი იყო აშენებული. 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში 300 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა. მომავალ წელს დასრულდება თბილისი-ბათუმის ავტობანის შენებლობა, რის შემდეგაც ბათუმიდან თბილისამდე გზავრობის დრო დაახლოებით 3 საათამდე შემცირდება.
ასევე მომავალ წელს დასრულდება ხულოს ზარზმის გზის მშენებლობაც. სახელმწიფოს ხარდაჭერით 2012 წლიდან შეიქმნა 700 ახალი საწარმო და გაფართოვდა 800 საწარმო. გაგრძელდება ბიზნესის ხარდაჭერა და ჩვენი პროგრამების ფარგლებში დამატებით 2028 წლის ჩათვლით ასობით ახალი საწარმო და 70,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება მხოლოდ ამ პროგრამების ფარგლებში. სახელმწიფოს ხარდაჭერით 2012 წლის შემდეგ ორჯერ გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება. მომავალი 4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარების და ქართული სოფლის გაძლიერებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთლიანობაში 3 მილიარდი ლარი გამოიყოფა. სწრაფი ტემპით ვითარდება ტურიზმი, რაც აჭარისთვის ბუნებრივია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენი გეგმის მიხედვით 2028 წლისთვის ვიზიტორების რაოდენობა 11 მილიონს მიაღწევს, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. 2030 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 3-ჯერ გადააჭარბებს 2012 წლის მაჩვენებელს და საქართველო გახდება ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად დამოუკიდებელი და თვითქმარი ქვეყანა. 2 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა რეგიონული განვითარების ფონდისთვის, 400 მილიონი სოფლის ხარდაჭერის პროგრამისთვის, 155 მილიონი მთის ფონდისთვის და 200 მილიონი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამისთვის. 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ გავზარდეთ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები, რომელთა ზრდა მომდევნო წლებშიც სწრაფად გაგრძელდება. 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი და უკვე მომავალ წელს გაზიფიკაციის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 93%-ს მიაღწევს, 2028 წლისთვის გაიზრდება 95%-მდე. წყალმომარაგების მიმართულებით ინვესტიციები არის გაზრდილი 15-ჯერ ჩვენი ხელისუფლების პირობებში და მომავალი წლის ბოლომდე 24 საათიანი ცენტრალური წყალმომარაგება იქნება ქვეყნის უკლებლივ ყველა ქალაქს. 2012 წლამდე ქვეყნის მასშტაბით სულ ფუნქციონირებდა 12 იუსტიციის სახლი. 2012 წლის შემდეგ 109 იუსტიციის სახლი აშენდა და მომავალი წლის ბოლომდე დამატებით 12 იუსტიციის სახლი გაიხსნება, რითაც მთელი ქვეყანა უკვე სრულად დაიფარება. 2012 წლის შემდეგ 4-ჯერ გავზარდეთ განათლების დაფინანსება, საბავშვო ბაღები გავხადეთ სრულად უფასო, შემოვიღეთ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით დავასრულეთ 836 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია და დავიწყეთ 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაციის პროგრამა. ასევე ავაშენეთ 174 სკოლა, დავასრულეთ 1000-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, მომდევნო 4 წელიწადში 500-ზე მეტი სკოლის მშენებლობა, რეაბილიტაცია დასრულდება. 4-ჯერ გაიზარდა სპორტის დაფინანსება და როგორც მოგეხსენება, შედეგები სახეზეა, ხვალ უსურვებს საქართველოს ნაკრებს მორიგ გამარჯვებას. სპორტში ჩვენი ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა ბათუმის ახალი სტადიონი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ წინა ხელისუფლებამ საფეხბურთო ტრადიციების მქონე ეს ქალაქი საერთო სტადიონის გარეშე დატოვა, დაანგრიეს ის სტადიონიც, რაც ჰქონდა ქალაქს, ვიდრე ქართული ოსნების ხელისუფლებამ ბათუმისთვის ახალი ულამაზესი სტადიონი არ ააშენა. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ შემოიღო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სხვა მიზნობრივი ჯანდაცვის პროგრამები. 4-ჯერ გაიზარდა მთლიანობაში სოციალური პოლიტიკის და ჯანდაცვის დაფინანსება, შედეგად 5-ჯერ გაუმჯობესდა ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობა. ქვეყანაში 72 წლიდან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000 ადამიანით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, რაც არის, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დამსახურება პირველ რიგში. უკვე 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები. 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 350 ლარი გახდება, ხოლო 60 წელს გადაცილებულ პენსიონერთათვის 450 ლარი. შესაბამისად 420 და 540 ლარამდე გაიზრდება პენსიები მაღალმთიან რეგიონებში დასახლებული ჩვენი პენსიონერებისათვის.
35,000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი, ხოლო მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ საცხოვრის დამატებით 6,000 დევნილი ოჯახი მიიღებს. ეს არის ჩვენი მიღწევების და 4-წლიანი გეგმების მხოლოდ არასრული ჩამონათვალი. ქვეყნის წინსვლაზე საუბრის შესაძლებლობა მოგვცა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ, რომლისთვისაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიზინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავხატო. 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის და შევქმნათ საქართველოს ნათელი ევროპული მომავალი. 26 ჩვენი დღეა, ოქტომბერი ჩვენი თვეა. შესაბამისად 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს ქართული ოცნება და აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო. ღმერთი იყოს სამულამაზესი ქალაქის, აჭარის და სრულიად საქართველოს მფარველი. დიდი მადლობა. ძვირფასო მხარდამჭერებო, ძვირფასო თანამებრძოლებო. ეს მომენტი და ეს წარდგენა გამორჩეული და განსაკუთრებულია. ჩემთვის და დარწმუნებული ვარ თითეული თქვენგანისთვის. მინდა ვთხოვო და მივესალმოთ კაცს, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს შთაგვაგონა, რომ თუ საქართველოს ძლიერება გვინდა, ღირსება უნდა დაუბრუნოთ ქართველ ხალხს. მივესალმოთ ჩვენი პარტიის ქართული ოცნების დამფუძნებელს, ერისკაცს, რომელმაც სულ ეხლეხანს ძალიან დიდი საგანძური დაუბრუნა ჩვენს ქვეყანას. მივესალმოთ ჭეშმარიტ მამულიშვილს, რომელიც ყველგან და ყოველთვის იქ დგას, სადაც ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ხალხს სჭირდება. მივესალმოთ ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბატონ ბიზინა ივანიშვილს. მოგესალმებით ჩემო აჭარლებო. მივესალმები ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, შუახევს, ხულოს და ქედას. მიხარია რომ კიდევ ერთხელ ხვდებით ერთმანეთს. კიდევ ერთხელ დგავართ ერთმანეთის მხარდამხარ და კიდევ ერთჯერ დგავართ ერთმანეთის მხარდამხარ და ვაპირებთ რომ მომავალშიც გავაძლიეროთ ერთმანეთი და ყველამ ერთად გავაძლიეროთ ჩვენი საყვარელი სამშობლო. აჭარასა და აჭარლებზე საუბარი დიდხანს და დაუსრულებლად შეიძლება. მით უფრო რომ ეს საოცარი კუთხე ბუნებამ უხვად დააჯილდოვა თვალწარმტაცი ადგილებით, სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის თავდაზღვა. მაგრამ თავარი ხომ ისაა, რომ აჭარის სცენებისას ამ ქვეყნის თითოეულ შვილს სითბოთი ევსება გული. სწორედ აჭარაა ის მხარე, სადაც ყოველ ზაფხულს ლამის მთელი საქართველო ერთად იყრის თავს და დაუწყარ ემოციებს ჩუქნით ერთმანეთს. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული კუთხე უნიკალური და გამორჩეულია, აჭარა ერთ-ერთი ყველაზე ქართულად და პატრიოტულად განწყობილი მხარეა. აჭარლების გასაოცარი ტემპერამენტი და პატრიოტიზმი კი საუკუნეების ქართეხილებმა არაერთხელ გამოსცადა. მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ეს საოცარი თანაც სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი მრავალჯერ იყო დიდი იმპერიების ბრძოლის საგანი და არაერთხელ მოუკვეთიათ დედა სამშობლოსთვის. მაგრამ თქვენი და ჩვენი დიდი წინაპრების ქართველობის წყალობით აჭარელ ქალებსა და კაცებს არასდროს განელებიათ საქართველოს სიყვარული. არასდროს შეუწყვეტიათ საკუთარი ენის ისტორიისა და კულტურის დაცვა, რაც მთავარია შვილებისთვის გულში საქართველოს სიყვარულის და ქართველობის ჩანერგვა. თქვენი იმედიანი სირთულეებთან შეუგებელი ხასიათი და თავდადების უნარი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როგორ ვავსებს ერთმანეთს მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო გაერთიანებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები და ერთ მუშტად შეკრულ მრავალფეროვან ერს ქმნით. ეს საოცარი ერთობა ყველაზე უკეთ მაშინ ჩანს, როცა საქმე ჩვენს ღირსებას და თავისუფლებას ეხება.
კარგად გახსოვთ რა ხდებოდა 12 წლის წინ საქართველოში, როდესაც ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, კვლელობა, წამება, ქონების წართმევა, ბიზნესის რეკეტი ამ ქვეყნის ყოველდღიურობა იყო. ეს ყველაფერი განსაკუთრებით იგრძნობოდა აჭარაში, ამ დალოცულ კუთხეში, რომელიც წინა ხელისუფლებამ საკუთარ სათამაშო ქვიშის მოედნად აქცია. საჯაროდ აცხადებდნენ, რომ აჭარასა და აჭარლებზე ზრუნავდნენ. რეალურად კი საკუთარ ბიზნეს ინტერესს ატარებდნენ და არაფერში გეკითხებოდნენ. თქვენგან მხოლოდ თავის დახრას და მორჩილებას მოითხოვდნენ. მთელი აჭარა საკუთრებად გაიხადეს და გიგზავნდნენ, რომ ამაზე რეაქცია ქონოდათ. 12 წლის წინ დაკვირდით, რომ თქვენი ნდობის შემთხვევაში ქართველ ხალხს აუცილებლად დაუბრუნებდით წართმეულ ღირსებას, რადგან მიგვაჩნდა და დღესაც იმავე რწმენით ვართ, რომ პოლიტიკის ამომავალი წერტილი ადამიანი უნდა იყოს. პოლიტიკის ამომავალი წერტილი ადამიანი უნდა იყოს, ხელისუფლება კი მისი უფლებების დაცვის მთავარი გარანტი. ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად საქართველოს მოსახლეობის მუდმივ მხარდაჭერით 12 წელიწადში ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც ხელისუფლება ემსახურება ხალხს და ყველა ინსტიტუცია პროფესიონალურად ასრულებს თავის მოვალეობას. ქვეყანა, სადაც ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს თუ სტუმარს ღირსეულად შეუძლია ცხოვრება, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა. ქვეყანა, სადაც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით იქნება ეს ჯანდაცვის, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სფერო მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. ქვეყანა, სადაც ძალოვანი უწყებები და მართლმსაჯულების სისტემა თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტთან. რაც თავარია, მნიშვნელოვნად შევამცირეთ სიღარიბე. თუმცა გვესმის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად უნდა გავაგრძელოთ, რათა ოკუპაციასთან ერთად ჩვენი მთავარი გამოწვევა სიღარიბეს სამუდამოდ დავძლიოთ. საერთო ჯამში 2012 წლის 1 ოქტომბერს არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი დავამარცხეთ და ქვეყანა დავიბრუნეთ, არამედ ამ დღიდან მოყოლებული კაცრული ოცნების ხელისუფლებამ პრინციპულად გააუმჯობესა მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით. ამაზე ძალიან ბევრი ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. მე მინდოდა შემეხსენებინა, რომ 3 დღის წინ გამოსვლა მთავრობასთან ერთად იყო ძალიან სამბეჭდავი, დღესაც ძალიან კარგად მოგახსენათ თუ რამდენი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით. მაგრამ გარდა პრემიერის გამოსვლისა და შიდა მიღწევებისა, რომელსაც თქვენ ხედავთ, კარგად შეიძლება ვნახოთ საერთაშორისო რეიტინგებიც. თუ ჩვენი არ გვიჯერა და ჩვენს ოპონენტებს განსაკუთრებით კრიტიკულად უყურებენ ყველაფერს, საერთაშორისო რეიტინგებს მაინც შეხედონ და რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. ატლანტიკური საბჭოს თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ინდექსით საქართველოს კეთილდღეობის 10 წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. 11 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველოს სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. გახსოვთ, რომ ერთი პარტიის ბელადს ბიუჯეტი საკუთარი ჯიბი ეგონა და ისე მოიხმარდა, როგორც საკუთარ ჯიბეს და დღეს პირველ ადგილზეა საქართველოს ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრით 125 მსოფლიოს ქვეყანასთან შედარებით. სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელმწიფო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველოს ევროპის საუკეთესო ათეულშია. აბა გახსოვთ სასამართლო როგორ იმართებოდა? ხელისუფლების გავლენა იმდენად მცირეა დღეს, რომ საუკეთესო ათეულშია საქართველოს ევროპაში. ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლების 11 წლიანი პროგრესით საქართველოს მსოფლიოში მესამე ადგილზეა. გახსოვთ რაც ხდებოდა? გახსოვთ როგორ ძალადობდნენ, როგორ ხოცავდნენ ქუჩაში? გახსოვთ როგორ ძალადობდნენ? 300,000 პროპორციონერი ყავდა საქართველოს მხოლოდ. დღეს საქართველოს მესამე ადგილზეა მსოფლიოში, რამდენადაც ის არ ძალადობს საკუთარ მოსახლეობაზე და ეს საამაყოა, რა თქმა უნდა. სამოქალაქო თავისუფლების 11 წლიანი პროგრესით საქართველოს მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე მესამე, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. აი ეს არის თავისუფალი მოქალაქეები ქმნიან ბიზნეს, თავისუფალი მოქალაქეები ახერხებენ ქვეყანას წარმატება მოუტანონ და ნახეთ როგორი სამბეჭდავი მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით. მსოფლიო ბანკის
სოფლიო ბანკის შეფასებით 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო სოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. სიღარიბის გაუმჯობესებით 12 წელში სოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია საქართველო. ნუ და გვავიწყდება ხალხო რომ 12 წელიწადში ვერ გაკეთება ის რაც უნდა გაკეთდეს 25 და 30 წელიწადში, მაგრამ 12 წლის განმავლობაში ნამდვილად სამბეჭდავი მიღწევები გვაქვს. როგორც იცით, კიდევ შეგახსენებ 3 დღის წინ ეს პრემიერმა ძალიან კარგად წარმოადგინა თავის გუნდთან ერთად, ძალიან სამბეჭდავი იყო ეს და კიდევ დღესაც ერთჯერ მოვისმინეთ და მე თვითონ მიხარია რომ როდესაც უსმენ ისეთ ციფრებს ასახელებს პრემიერ-მინისტრი. ცხადია მშვიდობა ყველაფრის საფუძველია, რომლის გარეშეც ვერაფერი მიიღწევა. თუმცა ჩვენ მხოლოდ მშვიდობას არ ვიცავთ. ამის მიღმა ქართული ოცნება განუხრელად ყველა მიმართულებით ატარებს სწორ პოლიტიკას. მოწინააღმდეგე ვართ ადამიანთა კეთილდღეობის ინდექსით, ბიუჯეტის გამჭვირვალობით, ქართული მართლმსაჯულება და საზოგადოება სრულიად თავისუფალია ხელისუფლების ნეხისგან, ნაბიჯ-ნაბიჯ ვამცირებთ სიღარიბეს და ამ ყველაფერზე დაყრდნობით კიდევ ერთი საინტერესო მინდა რომ მოგახსენოთ. ამ ყველაფერზე დაყრდნობით ჩვენი სწორი პოლიტიკისა და საერთაშორისო რეიტინგების გათვალისწინებით მინდა გითხრათ, თუ როგორ პროგნოზს აქვეყნებს საქართველოსთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ამ უაღრესად ავტორიტეტულმა ინსტიტუციამ 2030 წლამდელი პერიოდის სოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზი გამოაქვეყნა. საქართველო კი 10 წლიანი ზრდის პროგნოზის 3 მიმართულებით მოხდა სოფლიოს საუკეთესო სამეულში. აბა შეხედეთ როგორია. სოფლიოს საუკეთესო სამეულში ერთსულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის 10 წლიანი ტემპის მიხედვით საქართველო 2029 წლისთვის სოფლიოს საუკეთესო სამეულში იმკვიდრებს ადგილს, ხოლო ევროპაში ზრდის უპირობო ლიდერია. უპირობო ლიდერია ევროპაში საქართველო 29 წლამდე ზრდის ტემპებით ეკონომიკის. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში ერთსულ მოსახლეზე 2029 წლისთვის 12900 ამერიკული დოლარს გადააჭარბებს. დის საპროგნოზო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთსულ მოსახლეზე 2030 წელს 14000 ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს და მაღალი ალბათობით გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა. სოფლიო ბანკის გრადაციით. 2029 წლისთვის საქართველოს ექნება უფრო დიდი ეკონომიკა სყიდველ უნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ვიდრე ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას. ამ დამაიმედებელი რიცხვების მიუხედავად, ნურავის ექნება ილუზია, რომ მსგავსი საბეჭდავი შედეგები თავისით მიიღწევა. პროგრესს, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მუდმივად აჩვენებს, სჭირდება გაფრთხილება და დაცვა. ჩვენი გეგმაა, რომ ღირსეულად მყარად შევაბიჯოთ ევროპულ ოჯახში და დარწმუნებული ვარ, საქართველოს წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ წარმატების, რაც პრემიერმა თქვა, რაც მე ჩამოვთვალე, რასაც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ მიაღწია, მაგრამ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების დასკვნების რომ არა, ჩვენმა ხალხმა ხომ ყველაზე უკეთ ხედავთ თუ როგორი ქვეყანა იყო საქართველოს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში და როგორ საქართველოში ცხოვრობთ დღეს. ხომ კარგად გახსოვთ? ხომ კარგად გახსოვთ რა იდგა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისა და მათი ბელადის მიერ თავს მოხვეული ბათუმის აღშენებლობის სრულ პროპაგანდის უკან. რეალურად ამ ულამაზესი ქალაქის და ბათუმელების კეთილდღეობის ხარჯზე ხელისუფლება და მასთან დაახლოებული ვიწრო ჯგუფი მდიდდებოდა მხოლოდ. 12 წლის წინ დაქმედით, რომ ბათუმს და მთლიანად აჭარას ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ ცენტრად, საქართველოს გამორჩეულ საკურორტო ზღვისპირა კუთხედ და ქალაქად ვაქცევდით. ასეც მოხდა და ამ ყველაფერს თქვენ საკუთარი თვალით კარგად ხედავთ. უკვე წლებია აჭარაში ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც სულთან ხვედრაში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან. ამასთანავე აჭარებს მივეცით შესაძლებლობა გქონდეთ მცირე და საშუალო ბიზნესი. აქტიურად ჩაერთონ
ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში უმასპინძლო სტუმრებს და ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოიზიდონ. შეუერაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რამხელა სხვაობაა ტერორითა და დაშინებით დაძაბუნებულ ძველ და დღევანდელ სიცოცხლით სავსე ბათუმსა და აჭარას შორის. ამ უდიდესი პროგრესის მიუხედავად, რომელიც არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში იგრძნობა, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომლის მოქმედების მთავარი მახასიათებელი უწინაც და ახლაც საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირების გაღვივება, ნებისმიერ მათ შორის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ფასად ცდილობს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. მათი უცხოელი პატრონების დახმარებით ისინი მზად არიან 2008 წლის ღალატის მსგავსად ქვეყანა ომში ჩაითრიონ და კიდევ ერთხელ დაატრიალონ ტრაგედია, რაც ადამიანების სიცოცხლის დამატებით დაკარგული ტერიტორიების ფასად დაგვიჯდება. უცხოეთიდან ზურგგამაგრებული კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა დღესაც არეულობის საშუალებით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და შემდეგ ქვეყნის ომსა და ქაოსში გახვევას. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ესაა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თუ რატომ შირდება საქართველოს, რომ 26 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. სწორედ ამ ერთიანობის ეშინია კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე მეტად, რადგან ქართულ ოცნებასთან და ქართველ ხალხთან უკვე 12 წელია უშანსოდ მარცხდება. ხოლო 26 ოქტომბერს ქართული ოცნების დიდი უპირატესობით გამარჯვება მათი დასასრულის დასაწყისი იქნება. ჩვენ ჯერ კონსტიტუციით აუგზავნავთ ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს, რითაც გზას ახალ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს გაუხსნით, შემდეგ კი ომის დანაშაულის გამო თითოეულ მოღალატეს უმკაცრესად ვაგებინებთ პასუხს კანონის წინაშე. ერთი მხრივ, მხოლოდ ასე შეიძლება დასრულდეს ის თავსმოხვეული პოლარიზაცია, რაც ქვეყანას განვითარებაში უშლის ხელს, მეორე მხრივ კი საზოგადოებას კარგსა და უკეთეს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეს. დღესაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა გრევისა და ღალატის სიმბოლოა, ხოლო ქართული ოცნების სახით ქართველი ხალხი ირჩევს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას. ამასთან ერთად საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ჩვენი მტრების მიერ ქართველი ერის მთავარი დასაყრდენის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და რიგ ორგანიზაციებში გაბნეულმა უცხოეთის აგენტებმა ზუსტად იციან, რომ უსიტყვო მორჩილების მიღწევა მხოლოდ ჩვენი ხალხის მორალური დეგრადაციის ფასეულობებისგან დაცლის გზით შეუძლიათ. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ქართველი ხალხის ურყევნებას აუცილებლად ავსახავთ კონსტიტუციაში და არა სულწმუნოთა ინტერესებს თუ ოჯახურ ღირებულებებს კიდევ უფრო მტკიცედ დავიცავთ. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის და გაძლიერების მიმართულებითაც, რაც კონსტიტუციის დონეზე აისახება. ენერგიის გამოშვება გინდათ, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს! მაგრამ ამით საქართველოში მოქმედ არც ერთ რელიგიურ კონფესიას იოტისოდენა ჭდილიც კი არ მიადგება. პირიქით, ჩვენ ტოლერანტობით განთქმული მრავალფეროვანი ქვეყანა ვართ და ეს თქვენ არ გესწავლებათ აჭარლებს. აჭარაში დიდი გამოცდილება უამრავი მაგალითია დაგროვილი იმისა, თუ როგორ ახერხებენ მართლმადიდებელი და მუსლიმი ქართველები. დები და ძმები ერთად ჰარმონიულად და ურთიერთპატივისცემით აკეთონ საერთო საქმე. იზრუნონ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებას. თავის მხრივ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი კი იყო, არის და მომავალშიც იქნება გარანტი, რომ სახელმწიფო თანაბრად ზრუნავდა და იზრუნებს თითოეულ მოქალაქეზე განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღსარებლობისა. დასასრულ კი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, თუ რატომ უნდა გამოვიდეთ 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი და რატომ უნდა მოიპოვოს ქართულმა ოცნებამ დამაჯერებელი გამარჯვება.
თაობების ოცნება და ჩვენი ხალხის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა გაერთიანებულ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს დებთან ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებაა. სხვა რეგიონებში გამოსვლებისას უკვე არაერთხელ აღვნიშნე, რომ სოფლიოს და ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენება ჩვენი ქვეყნის გარშემო პროცესების სწრაფად და დინამიკურად წარმართვა განაპირობა. შესაბამისად მივიღეთ რეალობა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის შესაძლებლობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაგვიჩნდეს, რისთვისაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება და ახალ რეალობასთან მოყვანა გახდება აუცილებელი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ამ მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება. ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საფასუხოდ. მათგან ეს არც არის გასაკვირი, რადგან 2008 წელს ოსებთან და აფხაზებთან გაბმული ხალხთა შორის ჯობის ჯერ კიდევ სუსტი ძაფები გარე დავალებების შესაბამისად უხეშად გაწყვიტეს. ჩვენი ხალხი ერთმანეთს კიდევ უფრო დააშორეს და არსებული უბსკრული გააღრმავეს. ამ უბსკრულის ამოვსება მხოლოდ ურთიერთშერიგების, საკუთარი ქმედებების გააზრებისა და ერთმანეთისთვის ხელის გაწოდების გზით არის შესაძლებელი. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას წინ ვერავინ აღუდგეს, საკონსტიტუციო ცვლილებებით დაუყოვნებლივ მოვამზადებთ სამართლებრივ საფუძველს, პარალელურად კი აქტიურად ვიმუშავებთ აფხაზ და ოს ხალხთან შერიგებასა და ნდობის აღდგენაზე. ასე რომ 26 ოქტომბერს მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებული. რადგან ყველაფერთან ერთად უკვე არაერთხელ დამტკიცა, რომ ქართული ოცნების გარდა საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ორიენტირებულია საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე. აქვს გამოცდილება და უნარი, რომ სტაბილურობა, კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ღირსეულად მშვიდობითა და კეთილდღეობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ამის საპირისპიროდ ქვეყნის გარედან ალტერნატივად გვისახავენ აგენტურას, რომელიც ომს, გრევასა და განადგურებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა. არჩევანი გავაკეთოთ მონებასა და თავისუფლებას, უცხო ქვეყნების მორჩილებასა და სუვერენიტეტს, ომსა და მშვიდობას შორის. ღრმად მწამს, რომ სამშობლოსათვის გადამწყვეტ ბრძოლაში ამ ულამაზესი კუთხის შვილები მტკიცედ დადგებით საქართველოს ერთიანობის და სუვერენიტეტის სადარაჯოზე. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ, ერთიან და თავისუფალ საქართველოს. მერტი იყო ჩვენი ფარველი. ჩემი საქართველო აქარი ჩემო სიამაყე ჩემო სადარდნო ჩემი საქართველო აქარი მეც აქ ჩემი